გამარჯობა ფიგურებოს უყველას, მე ვარ რაზორებალი, ხოლო დღეს ჩვენ ამ ვიდეოში უნდა გავსწავლოთ ერთ-ერთი მაგარი ტუტორიალი, რომელიც აი ამ წამს გავაძრე. ალბათ ძალიან ბევრს გინდათ, რომ Roblox-ში ყავდეთ ბევრი ფოლოვერები. რატომ არავის არ მოგინდებათ? შეგიძლიათ ვერიფიკაცია აიღოთ და ძალიან ძვირად გაყიდოთ თქვენი აკაუნთები. როგორც ხედავთ მეგობრებო, 268 ფოლოვერი მყავს. და სიმართლეს გეტყვით, აქედან თითქმის 80% არის ბოტები. ხოლო დღეს ჩვენ ამ ვიდეოში უნდა გასწავლოთ თუ როგორ უნდა გავაკეთოთ იგივე რაღაცა, ანუ როგორ ავიღოთ ფოლოვერები ბოტებით. სანამ ვიდეო დაიწყება მეგობრებო, ჩემი თხოვნა იქნება რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, ასევე გამოეწევოთ ჩემი არხი და რაც ყველაზე მთავარი, გააქტიუროთ ზაის ღილაკი. ასევე თხოვნა რომ შევხვდეთ ჩემ Discord სერვერზეც, რომელიც ლინკიც იქნება აღწერაში. მოდი ახლა დავიწყოთ ვიდეოთი. პირველ რიგში უნდა შევიდეთ აი ამ თამაშში მეგობრებო. მსახეს არ განახებთ, რადგანაც ახლა გეტყვით აგიხსნით რატომაც. მოკლედ, იმისათვის რომ ამ თამაშში შეხვიდეთ, უნდა შეხვიდეთ ჩემ Discord სერვერზე, რომელიც ლინკიც იქნება აღწერაში და მანდ დავტოვებ ამ თამაშის ლინკს. მარტო შესვლა მეგობრებო არ უშველის ამ ყველაფერს. პირველ რიგში, როგორც კი შევალთ, უნდა გამოვიდეთ და დავალაიქოთ, ახლა განახებთ თუ როგორ. როგორც კი გამოვალთ მეგობრებო, აი აქ ლაიქის და დიზლაიქის ღილაკი დაგვხვდებათ და უნდა დააჭიოთ ლაიქს. შემდეგ შემოდივართ აი ამ ჯგუფში მეგობრებო, რომლის სახელის ჩვენებაც არ მაწყობს, რადგანაც მინდა რომ ჩემს სერვერზე შემოხვიდეთ და ისე გადახვიდეთ რა. ამის შემდეგ მეგობრებო, შევდივართ თამაშში და ორი გზა გვაქვს რომ ავიმატოთ ფოლოვერები. პირველ რიგში ესაც ვაკეთებთ არის ის რომ უნდა დავდგეთ აფგაზე, ეგ პირველი გზა არის, რომელიც ყველაზე ცუდი გზაა, რადგანაც მართლა ძალიან ცუდად გაძლევს. ნუ მეორე გზაც არსებობს, ამ თამაშში არის PvP სისტემა და PvP-ით თუ მოკლავთ ერთმანეთს ძალიან ჩქარაა გემატებათ. ნახეთ მეგობრებო, უსმენთ ას ამბობს, გამოიწერეთ არხი. სწორს ამას მეგობრებო, უსმინეთ ირაკლის და ალაიქეთ ვიდეო. აბა რა, სწორს ამბობს. კიდევ რა? ეს კაცი ბევრს შრომობს, მართალია მეგობრებო, ვიდეოებისთვის ბევრს შრომობს და ცალკე სკოლა მაქვს და არ ვიცი, კოლეჯი მეწყება მომავალში და არ ვიცი რა ვქნა. დაგიუნდით მეგობრებო, ცოტა მოუჭერი კადრი, რადგანაც აფკაზე ვიყავი და ვფარმეოდი ფოლოვერებით და ეხლა განახებთ შედეგს. წინაზე ვიყავით 200 ფოლოვერზე და ავედით 600-ზე. ეს არის ძალიან OP მეთოდი. თქვენითაც სადეთ მეგობრებო და არ ინანებთ, მაგრამ მაინც მეგობრებო, სულ ეს იყო ტუტორიალით, მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ ვიდეო დასრულდა. ოუ, მეგობრებო, დაჟე ლაკი ბლოკის ქონია, მოდი გავხსნათ მანამდე, სანამ გადავალ თუ რის თქმა მინდოდა. აი, არაფერი დაგვივარდა და მოდი დავიწყოთ. მეგობრებო, გათამაშება გვაქვს TZ Brainrot-ში, მეგობრებო. აი, აგერ გვერდზე ბაზა გვაქვს და განახებთ ეხლა თუ რეები თამაშდება. როგორც ხედავთ, ბაზაში გვყავს ავოკადორილები, რაღაცეები, აი, ყველაფერი ამ ბაზაში არის, გათამაშდება. წესები არის უმარტივესი. პირველ რიგში მეგობრებო, უნდა დაალაიქოთ ეს ვიდეო, შემდეგ უნდა გამოიწეროთ ჩემი არხი, ასევე უნდა შემოხვიდეთ ჩემ Discord სერვერზე და ბოლო, ყველაზე მთავარი წესი. ჩემი Roblox თამაში, ქართული TZ Brainrot-ი, რომელიც არის ამ თამაშის ქართული ვერსია, დაგხვდებათ ამ თამაშის ლინკი ჩემ სერვერზე და აი ამ ვიდეოს აღწერაშიც. უნდა გადახვიდეთ და დაალაიქოთ. შემდეგ რა შვებით? სადღაც ორ კვირაში მეგობრებო, მაგ ჩემი გამოგონილი მუტაცია მაქვს თამაში და იშლება ეგ მუტაცია გამოიყურება ასე და თქვენი მისია არის რომ აიღოთ ეგ მუტაციის ბრეინროტები და შევისოთ ინდექსები. საჭიროა რომ მარტო ეგ მუტაცია ედოს და მაგალითად აი ეს არ ედოს, ან ეს და ყველაფერს მომორჩებით, ჩამიგდეთ ფოტომტკიცებულებად Discord სერვერზე. მაგრამ მეგობრებო, რაზოინი სპაიდერინი და კილერატო სპაიდერიტო არ არის საჭირო რომ აიღოთ, რადგანაც ეგ ორი ბრეინროტი აღარასდროს აღარ გამოდის. სულ ეს იყო მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დაალაიქეთ, ასევე თხოვნა რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და რაც ყველაზე მთავარი, გააქტიუროთ ზაის ღილაკი და თხოვნა რომ შემოხვიდეთ ასევე ჩემ Discord სერვერზე. მოკლედ, თქვენთან იყო რაზორებალი, იმედია ტუტორიალი და გათამაშება გამოგადგათ. და შეხვდებით შემდეგ ვიდეოში, ბაი.